ბატონჯემა, ყოველივე ამის მოსმენის შედეგად ჩნდება ძალიან ჩვეულებრივი აზრი, რომელიც უცხო არ არის არც მუსიკის მცოდნეებისათვის და არც მომღერლებისათვის. ყველაფერი ალბათ თავი და თავი ყველაფრისა გახლავთ ის, რომ აქ ჩვენ გენეტიკურ პრობლემასთან მივდივართ და გენეტიკური კოდის პრობლემასთან მივდივართ. მართალია, დღეს ქართულმა გენმა ძალზე მრავალმხრივად განიცადა მოსუსტებაც დაუშვათ რაღაც დაკარგა ის ძალა, რომელიც გქონდა, ეს უკვე ჩვენს გარეგნობასაც ეტყობა, ჩვენს ყურსაც ეტყობა, სმენას, აზროვნებას და ასე შემდეგ. ნაწილი ამის მიზეზისა გახლავთ ცივილიზაცია, ნაწილი გახლავთ ის ინფორმაცია მუსიკალური, რომელიც ძალზე დიდი დოზებით შემოდის, ამას ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით და არც უნდა გავექცეთ, რადგან ევროპიზაცია მიმდინარეობს და ეს ალბათ ჩვეულებრივი საზოგადოების განვითარების პროცესის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ეტაპია. მაგრამ ამის მიუხედავად მე ვფიქრობ, სწორედ ყური ჩვენი ახალგაზრდა თაობისა და საერთოდ სმენა ადამიანის არის ყველაზე ესეთი ფაქიზი და ყველაზე ძლიერი კოდი, რომელიც შეიძლება შემორჩეს ერს. აი ამ თვალსაზრისით რა შეგიძლია თქვენ გითხრათ, თქვენ კარგად იცნობთ სხვადასხვა კუთხეში არსებულ მდგომარეობას და ალბათ უპრიანი იქნება თუ ამაზე იტყვით რამოდენიმე სიტყვას. კი, არ მინდა თავი შევაწყენო მის უდიდებულესობა ტელემაყურებელს. მაგრამ მაინც უნდა თქვა ერთი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, ესე იგი დღეს ამ მხრივ არის სწორად ძალიან ცუდად საქმე რა. არიან თითოეულ არიან, მაგრამ ვერ ქმნიან ამის. აი წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 50-იან წლებში ვინ მყავდა და რამდენი იყვნენ ისინი. მაშინაც უკმაყოფილონი ვიყავით. დღეს კი ამაზე ყველაზე კარგად მაპატიოს სულ ყველაზე კარგად ამას სვანეთში აკეთებენ. შენახვის თვალსაზრისით. ალბათ იმიტომ, რომ სვანეთი მოშორებულია ყველანაირ აგაში მოგვეთქვენ ამის გულისათვის ახლა მატარებლის ხაზს ხوار გადავჭრით ოზურგეთში, რომ უკვე იქნებ კარგად წავიდეს საქმე ამის გამო. ესე იგი, არა, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არა და არა, ესე იგი, ნუ გონია ჩვენ რომ ეს ვინმე გააკეთოს. ძალიან ცოტაა ის ხალხი დღეს ოზურგეთში. ყველა შემოვლო ჩემი თავი, ბევრი ახლა მაინც მე სვანეთი რო დავასახელე, გურიაშიც არიან. კი არა არიან. მაგრამ ის რაოდენობა არ არის, აი და ისე დასაქმებული არ არიან იმ საქმით. რა ხდება დღეს ზოგიერთი ის შესანიშნავი მომღერალი პურის ფულს ეძებს. მე მახსოვს თქვენ ბრძანეთ ჩვენს წინასწარ საუბარში ერთი შემთხვევა ასეთი გაიხსენეთ, რომ ჩემს სოფელში რომ ჩავედი, ერთი ხმა იყო იმ ჩემს სოფელში და მეორე ხმის მოსაყვანად გვერდზე სოფელში გადავიდნენ. ეს თავისთავად მე მგონი ამ პრობლემას ძალზე კარგად გვაჩვენებს რა როგორი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ჩვენ მომიჯნავე სოფლები ვართ, წითელმთა და მაკვანეთი და მაკვანეთში გადასვლა ადვილია. იქ არიან ახლა დღესაც მომღერლებს ხოთაშორის და ძალიან დიდი ბედნიერებაა ეს, მაგრამ ზოგ სოფელს მომიჯნავე სოფელში არავინ არ აქვს. ზოგ რაიონს საერთოდ 1-2 ყავს, ისიც ისეა დაკავებული სხვა რაღაცით, რომ აღარც უნდა გაიხედოს სიმღერისკენ და ეს არის სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემის ძირითადი საკითხი. და სწორედ აი აქ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. მერე სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლონ. აუცილებლად, მხოლოდ 10-12 წუთიანი, ნუ ძალიან პატარა პროგრამა ბავშვებს რომის თავისით აიღონ. არავითარი დაძალება, ესე იგი მის სისხლში უნდა შევიდეს, გენში უნდა შევიდეს ეს ნელ-ნელა. აი აქ არის სწორედ ოჯახური ტრადიციები, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ოჯახური ტრადიციები. გავიხსენოთ, აი ჯერეთ თუნდაც ჩვენი ანსამბლი. აი ყავსაძეების მთელი დინასტია იყო აქ. ეს შემთხვევით არ არის. და საერთოდ გადავხედოთ ყავსაძეების გვარს. თეატრში, კინოში, სხვაგან. ესე იგი არის ეს გენი ამ ხალხში, ხო? ესე იგი, აქეთ ერქომაშვილები ავიღოთ. იქეთ ვინც გნებავთ ახლა უცბად და დამავიწყდა და მაპატიონ და ბოდიში ვიხდით. თუნდაც თქვენი გვარის წარმომადგენლები ავიღოთ, ვიცნობთ ბევრ მომღერალს და დღეს თქვენ ბრძანდებით ქართულ ხმებში თემურ ჭკუასელია და ასე შემდეგ. და 100 წლის უკან 100 წლის უკან გრიგოლ ჭკუასელი მომღერალდა პირველ გუნდში.
კი ჩვენი გვარიც მღერის და ბევრი ამისალეთ ეს ძალიან ესე იგი იმღერონ მათ ეს არ არის აუცილებელი რომ გამოვიდნენ მაგალითად და იყვნენ ან ფირფიტა ჩაწერონ ან რაღაც არა თავისთვის იმღერონ და მერე ჩვენი ანსამბლები იმღერონ და იცეკვონ თავის ჩვენი ანსამბლები ამით ისაზრდოებენ მაგრამ იმღერონ გურიაში დაუშვათ იმღერონ არხოტში და არა დაუშვათ ყველა თბილისში ან ქუთაისში ან იქ არის თავისი ქალაქური ფოლკლორი არსებობს შვენიერი ძლიერი იმღერებენ და იქნებიან მაგრამ ჩვენ ამითი არ ვიფიქროს ერთი წუთით ვინმე რომ ჩვენ უგრძალებთ და ამ და არ მოგწონს შესანიშნავია მართლა აკეთებს გადასარევს საქმეს ის ბიჭები თვალნათელი ბიჭები და თვალხატულა ბიჭები და გოგონები აკეთებენ უზარმაზარ საქმეს იმათ უყვართ ხალხური სიმღერა დიახ მაგრამ მე ვერავითარ შემთხვევაში მაპატიებენ ისინი ვერ დავაბრალებ მათ რომ ვერ დავადანაშაულებ რომ ხვალდელი დღე თქვენ სიმღერის შემექმნით պետք ამას ისინი ვერ გააკეთებენ ბუნებრივია ისინი ისწავლიან რაც გვაქვს ჩვენ და რაც ხვალ გვჭირდება ამისათვის ისინი ვერ გაერჯებიან ძალიანაც რომ უნდათ ეს უნდა გააკეთდეს აი როგორც მოკლედ თქვი ჩვენ სხვაგან იქ სოფელში ბატონჯემა თქვენ ძალიან ისეთ კატეგორიულ მოსაზრებებს აყენებთ და მე მართალი გითხრათ პირველი საუბრის დროს კიდე შემეშინდა ეშველება თუ არა ამ საქმის რამე მაგრამ გვაქვს თუ არა ჩვენ დღეს იმის საშუალება რომ ადგილებზე რაიონებში სოფლებში იქ სადაც მართლაც განსაკუთრებულად გამორჩეულია მიწის შვილის აზროვნებაც, სმენაც, ტემპერამენტიც, ენერგიაც, ინტონაციაც და თუ გნებავთ აი ესეთი ანატომიური გამოხატულებას ფიზიონომიის, აი იქ შეიქმნას ისეთი პირობა ამ კონკრეტული მომღერლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მღერიან, რომ მათ სიმღერა პროფესიად გაიხადონ და იქვე თავის გარშემო შემოიკრიბონ ნიჭიერი ახალგაზრდები. სწორედ ეს თქვი. ალბათ მაიკო, სწორედ ეს თქვი, აი, უამისოდ ჩვენ ერთ ნაბიჯს ვერ გადავდგომ წინ და ჩემი კატეგორიულებისათვის ბოდიში ვიხდი, მაგრამ ეს ჩემი აზრია. რა თქმა უნდა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უამისოდ ჩვენ ფეხს ვერ გადავდგამთ წინ. აი, მინდა ერთი მომენტი ჩემ თავზე ვიტყვი ისევ რა. ჩავედით ოზურგეთში. მე და ჩემი მეუღლები გართული მომღერლები არიან, თქვენს კარგად იცნობთ, არ მინდა ახლა დავასახულო, მაგრამ ჩემი მე და ჩემ ძმაზე ვიტყვით, დავჯექით მამა ჩემთან, იქ მისი მეგობრები იყვნენ. კერძოდ ვარლამ ვაშალობიძე ვიმღერეთ ხალხური სიმღერა და მოვაწონეთ თავი ჩვენ. თქვენ ხო არ გონიათ ჩვენ ვერ მღერივართ ქალაქელი გურულები დაუშვათ ან მეგრელებიან. ხო, რო დავამთავრეთ სიმღერა შევხედეთ ვარლამ ვაშალობიძეს ამ უზარმაზარ მომღერალს და მინდა შეფასება, იმის შეფასება მაინტერესებს ახლა მამა ჩემს მაინტერესებს იმის უფრო. რო შევხედე მიხვდა რაც მინდა და ასე მითხრა. ბიჭო, მეტით ვეფერით ვერ მოგალეთ მამა თქვენიო? არ მოეწონა. რა თქმა უნდა, ესე იგი თქვენ გონიათ მღერი ხართო. გურულება ხო ასე იციან, რო ძალიან გეტყვიან. ისე მეტით ვერაფრით ვერ მოგალეთ, ესე იგი არ მოეწონა ჩვენი ნამღერი. ჩვენ გვეგონა რომ მღეროდით. მაგრამ მე სანამ არ მივედი ანსამბლში, ჯერ ქუთაისის ანსამბლში, სანამ არ მივედი, მე აქ სანამ არ მოვედი დიდ ანსამბლში. ვერ მართლაც არ ვიცოდი თუ რა იყო, რა სიღრმეები გააჩნდა ანსამბლში. მომღერალი მეგონა ჩემი თავი. მაგრამ მე ცოტა არ იყოს შემეპარა ეჭვი. აი ბატონჯემა, ხა ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხთან მივდივართ, აი თქვენი ბოლო ფრაზების გამო. თქვენი აზრით, ვის აქვს იმის უფლება, რომ ქართული ხალხური სიმღერა ან ცეკვა ასწავლოს დაუშვათ მომავალ თაობას? ან თუ გნებავთ არა მომავალ თაობას, არამედ იმ უკვე ზრდასრულ ხალხს, რომელსაც უნდა აი ამ გზით წაიყვანოს თავის ცხოვრება. რას ნიშნავს სიტყვა პროფესიონალი თქვენ საქმეში? აი, მოგახსენებთ მაგალითად პროფესიონალი რას ნიშნავს? მოცარტს რა აქვს დამთავრებული? ისწავლა სადმე უმაღლეს სასწავლებელში. გასაგებია, რასაც ამბობთ. აი ეს არის ამაში ასე. პროფესიონალიზმი ახლა ჩვენ შეგვიძლია დიპლომი არ არის პროფესია. მე აგრონომი ვარ განათლებით. მაგრამ ჩემი ტერგი აყოლათ მე აგრონომი ვარ ესეთი. ახლა ვალნამ სიმონიშვილი მაგალითად სოფელში გაზრდილი კაცი იყო, ეს იყო ინტელიგენტი, უინტელიგენტი ეს კაცი. მე ვისაც უფრო ყველაზე ახლოს ვიცნობდი იმას ლაპარაკობ. მე არ მყავს ხებზე, იგივე ვალნამ ვაშალობიძე რო ვახსენოთ. იგივე სხვები. იგივე ბატონი არტემი. ესე იგი, ესენი იყვნენ უმაღლესი რანგის პროფესიონალები. რომელთაც არაფერი საერთო არ ქონიათ არავითარ სკოლასთან. მათი მასწავლებელიც იყო ხალხი და ტრადიცია იყო სკოლა. რამდენი კაცია ხასანბეგურას მომღერალი, იმდენი ხასანბეგურაა. რამდენი ჩაგრულოა, რამდენი მომღერალია ჩაგრულოს, იმდენი ჩაგრულოა. ესე იგი ხალხური შემოქმედება სულ სხვანაირი მიდგომა აქვს. ზოგი ვერ იღებს ამათვე ნოტს და სხვაგან მღერის. დაუშვათ. ესე იგი ის რა იმან არ იცის, დაუშვათ წინწყარო შესანიშნავად.
და მე მინდა ვთქვა კიდე თბილისში არიან შესანიშნავი მომღერლები, გურულებიც, კახელებიც, ქართველებიც, ღერიან გადასარევად, მაგრამ რატომღაც არ ჩანან, არ უნდა გამოჩნდნენ. თუ ეთაკილება თუ მომღერლები რატო ვარ თუ არ რატო ეხლა ნოკო ხურცია ერთი სიმღერით დარჩა პრინციპში ისტორიაში და როგორ იმღერა ვერც ბედავს ვერ თუ გაბედავს დამარცხდება. იმიტომ ის მისი იყო. აი ეს განათლება ქონდა ნოკოს. აი ნოკო იყო აი ნოკოს ვინასწავლა, არა. სიმღერა ადამიანთან ერთად იბადება და გვდება ალბათ. და სიმღერის სწავლა რო არ შეიძლება ეს კარგად მოეხსენებათ. ბატონჯემა თქვენ საამ მოსაზრებას აუცილებლად ეყოლება ოპონენტები და ამ თვალსაზრისით მე უკვე ვიცი ჩვენი მომავალი გადაცემის სტუმარი ვინ იქნება ალბათ ეს იქნება ბატონი ანზორ ერქომაიშვილი არაჩვეულებრივი ამაგდარი ქართული ხალხური სიმღერის რომელიც იმის გარდა რომ გახლავთ ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი კიდევ ახალგაზრდა თაობასაც უზრდის ქართულ ხალხურ სიმღერას და ჩვენ სიამოვნებით ვეპატიჟებით ბატონ ანზორს და მე ეჭვი არ მეპარება რომ მომავალი საუბარი ძალიან საინტერესო იქნება მასთან ამ თემაზე.
ბატონო ჯემალ, ჩემთვის გასაგებია რომ თქვენ როგორც გურული ხალხის კუთხის გურიის წარმომადგენელს მეტი უფლება გაქვთ შინაგანად რომ გურულ სიმღერებზე და დიალექტზე ისაუბროთ. მაგრამ თქვენ სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი ბრძანდებით და ალბათ ახლა უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ჩვენს ტელემაყურებლებს ვაჩვენოთ რამოდენიმე სხვა კუთხის სიმღერაც, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ თვალნაცლივ დავინახოთ, რამდენად დიდი სხვაობა ამ ერთმუჯა ერში, ასეთი მცირე მასშტაბის ტერიტორიული მთლიანობის მიუხედავად, რამდენად დიდი სხვაობა სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა მუსიკალურ აზროვნებაში, სმენაში თუ გნებავთ ენერგიულობაში, ხასიათში, რომელიც ჩვენ ყველას გვახასიათებს. ამიტომ ალბათ შემდეგი სიმღერა თქვენ უნდა წარადგინოთ. კი ბატონო, თქვენ უკვე მეორეჯერ თქვით, ჩემი საქმელი რა არ გამიმეორე. ეს არის უნიკალური ქვეყანა, საქართველო, სადაც შეიძლება იმღერებოდეს ჩაკრულო და ხასანბეგურა. ლილე და ოდოია. საოცრად განსხვავებულია, საოცრად თლიანი თუ დაუკვირდებით, აი, ერთიანი, ისეთი საქართველო რო გქონდეს, როგორც ხალხური სიმღერა, რა გვიჭირს მაშინ. და მე რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას კიდე საერთოდ სხვა საკუთხის სიმღერებთან, ასეთია. ჩემთვის არ არსებობს ის კარგი და ის უკეთესი და არ არსებობს. აი იქ სადაც შეიძლება ითქვას რომ აი ეს ნაკლებად ისეთი მუსიკა არ არსებობს ეგეთი ხალხური სიმღერა. სადაც არ უნდა იმღერებოდეს ეს. აი მაგალითად დავიღოთ ჩვენ ერთი წამით ართანელები. დიახ. თავიანთი სკოლა შექმნა ერთმა სოფელმა რა. იმათ გვარს და იმათ ჯიჟს და ჯილაკს ვენაცვალე. ესე იგი ასევე კიდე სხვაგანაც არის ასეთი სოფლები, მაგრამ აი ეს თუ გადაგვარჩენს ჩვენ და ამისანა დამოკიდებულება და ისეთი დამოკიდებულება, რასაც ქვია ერთიანი საქართველო. ჩვენ არ შეიძლება მაგალითად ვთქვათ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გავარჩიოთ რომელიმე კუთხის სიმღერა, რომელიმე კუთხის სიმღერისაგან. ყველა კარგია, ყველა ფასდაუდებელია. ყველას ფასდაუდებელი სამსახურია გაწეული ქართველი ელისათვის. და სვანურს ვახსენეთ, ზეგან სვანური ჩაკეტილია, ხატებსაც კი სხვა ფორმა აქვს ოთაშორის სვანეთში. და სიმღერაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. გაჯვარებული სვანი არ იმღერებს ახლა ესე. ლაღად. აი თუნდაც გავიხსენოთ ღიმილის ბიჭებში თუ გახსოვთ. დიახ. მსახიობი მღერის. აი კასრის თავზე ბიჭებს რო აცილებენ ჯარში. ნუ ასეთი შესრულებული საჭიდაო მე არ მომისმენია რა. ყველა მაბადოს აი ეს არის ნამდვილი, აი ეს არის სიმღერა ხალხური. აი ნამდვილი ის არის. დღეს ერთი გიმღერებთ ერთ დიდ წარმომადგენელს სვანური სიმღერებისას. გავიხსენებთ ეს არის ზარი. სვანური ზარი. ერთ-ერთი ვარიანტი. ლენტეხის.
ბატონ ჯემალ, ქართულ ხალხურ სიმღერაში ქალთა რეპერტუარი იშვიათად არის წარმოდგენილი. მაგრამ თქვენს ანსამბლს აქვს ამის პრეცედენტები, ძალიან ფართო სპექტრით და ალბათ ქალთა რეპერტუარი საერთოდ ყველაზე მდიდარი სამეგრელოს გააჩნია, ალბათ ამეთანხმებით. მე ვფიქრობ, დღეს ჩვენს ტელემაყურებლებს მეგრული სიმღერაც უნდა წარმოუდგინოთ. აუცილებლად. და მე გეტყვით, ჩემთვის სული შემძვრელია ჩემთვის, ნამდვილი მეგრული სიმღერა. ეს არის კარგად რომ დავუკვირდები ამ კუთხის ისტორია და საერთოდ საქართველოს ისტორია. ალბათ რა. საოცრად დიდი რამ არის, დიდი სიმღერაა. მე პატივისცემას ვქი, არ ვცემ პატივს კი არა, ვეთაყვანები და ვიფიქრეთ, იქნებ შევძლოთ მეთქი ნაწილობრივ მაინც წარმოადგინოთ ეს კუთხე ასეთნაირად. მეგრული ტრიო ტრადიციული სხვათა შორის ძალიან ხშირად იყო ერთი ქალი და ორი მამაკაცი მღეროდა ჩონგურზე. მე დამავიწყდა ერთი რამ. ჩვენ გამახსენდა ახლა სწორედ ამ ტრიომ გამახსენა რომ როგორ შეიძლება ჩვენი 4 ლადიანი ჩონგური გადავარდეს და ის იმითი არ ვტყბებოდეთ ყოველ ჯამს. და ჩვენ შევეცადეთ რომ რაღაცნაირად განმოგვეცა ის კოლორიტი. ნახოთ.
Irotis uvatsadu diskan kholosu arbikoni Ubedurkuve pikonu bebine kui pikoni Abadela horu divaranina Abadela horu divaranina Vardish mijet vanor kebet musheni resobeduro Beba vanorochkeno hena vagos quanto giuro Abadela horu divaranina Abadela horu divaranina Chkimi gurisi dogoviri hati esumu afvaru Kule gurish gamtele babesheble buvaru Abadela horu divaranina Abadela horu divaranina Masi vardi dishemeci bagis okodorgikoni Tina dasu vachtomudu masi kogyorgikoni Abadela horu divaranina Abadela horu divaranina ახლა კი ერთ მეგრულ ნამდვილ მეგრულ ტრიოს მოვსმინოთ. ბატონ ჯემალ, ალბათ იმ პრობლემათა შორის, რომელიც დღეს დგას ქართული ხალხური სიმღერის წინაშე, არის მისი მოდერნიზების პრობლემაც. თქვენ საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ქართული ხალხური სიმღერა უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, მისი განმავითარებელი შეიძლება იყოს გლეხი და შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ქალაქელი ადამიანი, ოღონდ რა თქმა უნდა, სწორად განვითარებაზეა აქ საუბარი. აი ხა მე მინდა ძალიან საინტერესო და მრავლის მთქმელი მაგალითის სახით ვახსენოთ ჩვენ ბატონი ჯანსუღ კახიძე, სხვათა შორის მისი როგორც მუსიკოსის შემოქმედება და მუსიკალური აზროვნება სწორედ იმის დამამტკიცებელიც გახლავთ, თუ როგორ შეიძლება ყური იყოს ცივილიზებული, ესე იგი კლასიკური მუსიკით ახსავსე, მაგრამ არ დაკარგოს მან აი გენეტიკის გამო სწორედ ისეთი აზროვნება, როგორიც უდევს დაუშვათ გენში. მე აქ გურულ სიმღერაზე მაქვს საუბარი, ჩვენს ტელემაყურებლებს ალბათ კარგად მოეხსენებათ, რომ ბატონი ჯანსუღ კახიძე მუსიკალური ოჯახის წარმომავალია, შესანიშნავად მღეროდა მისი მამა, იგი თავად სრულიად განსხვავებული ტიპის მომღერალია დღეს საქართველოში და აი რაც შეეხება ქალაქურ ხალხურ სიმღერას, რომელიც ალბათ ჩვენმა თაობამ, თქვენმა თაობამ თუ უნდა შექმნას, მე ვფიქრობ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება ამის ერთი ძალიან კარგი მაგალითი მოვასმენინოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, ეს გახლავთ ბატონ ჯანსუღ კახიძის მრავალჟანრი, სხვათა შორის ძალიან რთული თავისი სპეციფიკით. აი რა სიტყოდით ამ თემაზე? ეს მრავალჟანრი ბატონმა ჯანსუღმა აიღო და მან თავისებურად დაამუშავა და ამას ოღობერიძის მრავალჟანრს უფრო იმერული იქეთ მხარეს ღერიან. უწოდებდა და ამას ვეროდან შესანიშნავი მომღერლები, მაგრამ პილა იოსელიანი იყო ასეთი.
ბიზინა გოგობერიძე ეს საერთოდ ეს მხარე ძალიან იყო ჩართული და ძალიან ბევრს აკეთებდნენ აი ქალაქური ფოლკლორის შექმნაში. მე ბოდიში ვიხდი ახლა უცბად გადამავეს და ზოგიერთის გვარები მაპატიონ და ჯანსუღ კახიძემ ერთჩვენიერ დღეს შექმნა აი ეს სიმღერა. მე პირველად ეს ჩვენ კინოში ჩავწერეთ სხვადასხვა. იქ სამხმიანია. შემდეგ მე ქუთაისის გუნდით ჩავწერეთ კინოსათვის გამოვაღეთ პანჯრები, ასეთი ფილმია და შემდეგ უკვე გავაკეთეთ აქ ანსამბლში ეს ძალიან მომწონს. პოლიფონიურია. თითქოს ხალხურიც არის. არც არის ხალხური. და რაც მთავარია, ესე იგი ძალიან რთულია. ძალიან რთულია სამღერლათაც, მოსარგებათაც ანსამბლზე და რა ვიცი. ჩვენ წესით აი ესეთ სიმღერას არ უნდა ვღეროდეთ. თუ ნამდვილი ხალხური ანსამბლი, მაგრამ ეს ქალაქური ფოლკლორია მე მიმაჩნია. და ამიტომ შეიძლება ვიმღეროთ. აი მე მგონი სწორედ ასეთ მაგალითებში დევს ის რაციონალური მარცვალი ხალხური სიმღერის განვითარებისა, რომლის გამოც ჩვენ აგე რამდენი ხანია ვსაუბრობთ. დიახ. ალბათ დამეთანხმებით. დაგეთანხმებით. და მე კიდევ ერთი თხოვნა მექნება, თუ ეხლა ბატონი ჯანსუღ კახიძე გვისმენს, ჟურნალისტურ ეშმაკობად ნუ ჩამომართვეს, თუ მასაც დიდი სიამოვნებით მოვიწევთ ამ გადაცემაში, მე ვფიქრობ, რომ მას საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა ქონდეს. ახლა კი ჩვენი გადაცემის დასასრულს მე მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ჯემალ ჭკუასელს მობრძანებისათვის, ასეთი დიდი გულისტკივილისა და სიყვარულისათვის ქართული ხალხური შემოქმედებისადმი, საინტერესო პრობლემისათვის და ჩვენი გადაცემა სიმბოლურად დავასრულოთ მრავალჟამიერით, ალბათ ეს იქნება გარკვეულწილად ჩვენი პოზიციას და ჩვენი ოპტიმიზმის გამომხატველი სიმღერაც. გმადლობთ ყურადღებისათვის. Kai amar